თქვენ იცით, ვინ არის სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი, ასე უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჟურნალისტის კითხვას, ვინ არის საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი. მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის მიმართ. ისაუბრა იმ დამატებთ სანქციებზეც, რომელსაც ვაშინგტონი ბაიდენის ადმინისტრაციის უფლება-მოსილების ამოწურვამდე ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო დაუწესებს. მილერის თქმით, ქართულ ოცნებას ჰქონდა შანსი ქვეყნის კურსში შემოებრუნებინა, თუმცა მან ქართული ხალხის ნება არც ერთ ჯერზე არ გაითვალისწინა. ნინო სამყურაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, გისმენთ. მეთიუ მილერმა საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ მედიასთან ორჯერ ისაუბრა. ერთი ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ტრადიციული ბრიფინგი და მეორე იყო უკვე პრეს რუმში შეხვედრა, სადაც უკვე გლობალ ნიუსის ჟურნალისტმა რუსუდან შელიამ დაუსვა სწორედ შეკითხვა იმაზე, თუ როდის აპირებს ამ დამატებითი სანქციების დაწესებას უკვე სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებისთვის და რა ტიპის სანქციები იქნება ეს სანქციები. რა თქმა უნდა, მეთიუ მილერს აქ არ დაუკონკრეტებია, როგორი სანქციები შეიძლება იყოს და ეს იქნება თუ არა ფინანსური სანქციები, ანუ სახელობითი სანქციები, როდესაც უკვე ფინანსური აქტივები და ქონება გაეყინებათ მაღალი თანამდებობის პირებს ოლიგარქიული რეჟიმის, მაგრამ მან ძალიან ხაზგასმით თქვა ის, რომ ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია თავის უფლება-მოსილებას შეწყვეტს, ანუ 20 იანვრამდე ეს სანქციები აუცილებლად იქნება და რაც შეეხება მეორე ნაწილს უკვე კითხვის, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტს, ამასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბაშვილთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა ალექს რაუფოღლუმ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში და ამ კითხვაზე საპასუხოდ ძალიან გარკვევითი იყო, შეიძლება ითქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი, რომ თქვენ თავად კარგად იცით, ვინ არის საქართველოს ჯეროვნად არჩეული პრეზიდენტი ამ შემთხვევაში. ამით კიდევ შეიძლება ვთქვათ ის ძალიან ღიად, რომ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ქართული ოცნების მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და არც ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ახლა ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან, პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმურად აღქმული არ არის. ვინ არის თქვენი აზრით საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი? თქვენ თავად იცით, ვინ არის ჯეროვნად არჩეული პრეზიდენტი? ადამიანებს ხშირად გონიათ, რომ სანქციები არის ერთადერთი ხელსაწყო ჩვენი ხელსაწყოების ყუთში. სანქციები ერთ-ერთი საშუალებაა მხოლოდ. როცა საქართველოზე ვსაუბრობ, თუ დააკვირდებით ჩვენს მიერ გადადგმულ ქმედებებს, საკმაოდ მკაფიოები ვიყავით საქართველოს დემოკრატიული უკუსლის თვალსაზრისით, რომელსაც ვხედავდით ქვეყანაში. გამოცხადდა ურთიერთობების ფუნდამენტური გადახედვა საქართველო-ამერიკას შორის. ამის ფარგლებში ჩვენ უკვე შევზღუდეთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება 95 მილიონი დოლარით, რადგან სერიოზული შეშფოთება გვაქვს მათ ქმედებებთან დაკავშირებით. დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები 100-ზე მეტ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ან თანამონაწილეები იყვნენ ქართული დემოკრატიის შელახვაში და შევაჩერეთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმი. ასე რომ საპასუხოდ ერთგვარ კითხვაზე თუ რას დაშირდა ამდენი დრო, არ არის ისე რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. დგამდით ნაბიჯებს, რათა ნათლად გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება და მართლაც ეს მნიშვნელოვანია. მიგვეცა საქართველოს მთავრობისთვის კურსის შებრუნების შანსი. ნათლად განვაცხადეთ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყო ალტერნატიული გზა, რომლისკენაც მათი ხალხი მოუწოდებს და დრო და დრო, როცა არჩევანის წინაშე დგებოდნენ, ამ გზას არ ირჩევდნენ. ასე რომ თქვენ ნახეთ, როგორ გავამკაცრეთ ჩვენი პასუხი და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პასუხის გამკაცრებას, მათ შორის დამატებითი სანქციებით. მე წინასწარ არ ვიტყვი, რა ხასიათის სანქციები იქნება ეს, მაგრამ ჩვენი უფლება-მოსილების ვადის ამოწურვამდე, დიახ, ჩვენ დავუწესებთ დამატებით სანქციებს საქართველოს მთავრობას. დამატებითი სანქციები რომ იქნება, ამასთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობენ ოპოზიციაში, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს სანქციები არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და ორივე ადმინისტრაციის მხარდაჭერა, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდაჭერა, ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა და ძალიან ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ქართული ოცნება ატყუებს პირველ რიგში თავის ამორჩევლს, რომ თითქოს ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ მათთვის არანაირი პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე აღარ იქნება, მაგრამ არა, ეს იქნება პირიქით, დარწმუნებულები არიან ოპოზიციაში და პირიქით ტრამპის ადმინისტრაციაც იქნება ის ადმინისტრაცია, რომელიც ღიად დაუწესებს სანქციებს ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებს ოლიგარქიულ რეჟიმს სწორედ დემოკრატიისთვის გზირის გამოთხრის გამო.
სანქციები დამძიმდება შეერთებული შტატების მხრიდან, სახაზინო სანქციები იქნება, ფინანსური სანქციები. მე არ მიყვარს ზოგადად ამაზე საუბარი, მაგრამ ვიცი რომ მოლოდინები არის ამასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ რომ ეს მოხდება და შემდეგი რაც იქნება, ალბათ ვარაუდობ რომ ევროკავშირიდან თუ სრული შეთანხმება არ მოხდება ცალკეული ქვეყნები და დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქტორია, ცალკეული ქვეყნების მხრიდან იქნება ვიზავი სანქციები, მათ შორის ფინანსურიც. ქართული ოცნება უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ის ასე ვთქვათ, ხელჩამოურთმეველია, მოდი ასე ვთქვათ, და ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მას აღიარება არ ექნება. ამიტომ ვიდრე ჯერ კიდევ რაღაცა სიცოცხლის ნიშანწყალი დარჩენიათ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ემზადონ ახალი არჩევნებისთვის. რუსული რეჟიმის სანქცირებას აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა ვაშინგტონში, რაც არაერთხელ გამოიხატა შესაბამის ინიციატივებში საკანონმდებლო ორგანოში და ამიტომ ცხადია, რომ ძალიან დიდი ტყუილია ქართული ოცნების ნარატივი, რომ თითქოს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში რამე შეიცვლება, ეს არის ისეთივე ტყუილი, როგორი ტყუილიც იყო ის, რომ იტალია, ესპანეთი და რუმინეთი მხარს არ უჭერდა რეჟიმის სანქცირებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ ახალ კასკადს აი ამ რუსული რეჟიმის სანქციების და ეს გაგრძელდება მათ შორის ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ანუ ერთი რამ მინდა ყველას ესმოდეს, რომ ეს სანქციები არ არის დროებითი რაღაც ზომა, ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკა. ეს მწვავე შეფასებები, რა თქმა უნდა, იმ ქმედებებში უნდა გადავიდეს კონკრეტულად სანქციებში. ვიცით უკვე, რომ სავიზო შეზღუდვები დაწესდა მთავრობის წევრებისთვის და ეს ძალიან კარგია. ჩვენი პარტიის მოთხოვნაც იყო ის, რომ შეზღუდვები არ გავრცელებულიყო მთელს ქვეყანაზე და ჩვენს მოქალაქეებზე და ყოფილიყო კონკრეტულად მთავრობის და პარლამენტის წევრებზე. და სწორედ ეს შეფასება გვაუწყებს იმას, რომ დასავლეთში საქართველოს მთავრობას, არალეგიტიმურ მთავრობას მოიხსენიებენ როგორც ქართულ ოცნებას, პარტიას და მას არავინ არ უყურებს ისე როგორც ქვეყნის მთავრობას. როდესაც საუბარია სანქციებზე, სწორედ როდესაც ხდება ამ სანქციებით შემცირება იმ რისკების, რასაც ქმნის ხელისუფლება, ამაში გამოიხატება მხარდაჭერა და წარმოუდგენელია, რომ ის ყველაფერი, რაც ხორციელდება ამ თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ვამბობ, რუსული კანონი, არჩევნების შემდეგ უკვე ამ დასავლურ გზაზე პრაქტიკულად უარის თქმა, ეს რაღაცა უკვალოდ იყო შეავლილი და ადრესატები არ ყავდეს იმ დანაშაულებს, იმ სისასტიკეს, რომელიც ჩვენ ნახეთ თბილისის ქუჩებში, მომიტინგეების, ჟურნალისტების, ექიმების, რა ვიცი, პრაქტიკულად ყველა ადამიანის მიმართ. ის რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს იმას, რომ ქართული ოცნების ოლიგარქიული რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების მიმართ იყოს დაწესებული სანქციები, ეს დასტურდება იმ განცხადებების, რომელიც კონგრესში კეთდება ორივე პალატაში, როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში და ორი დოკუმენტი არის დარეგისტრირებული ქართველი ხალხის აქტი და მეგობარი აქტი, სადაც მთავარი მოთხოვნა სწორედ არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო ოლიგარქიული რეჟიმის მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, რაც შეეხება თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტს ასე მეტი პირი ამ დროისთვის უკვე არის დასანქცირებული ოლიგარქიული რეჟიმის მაღალჩინოსნებიდან და მათ აკრძალული აქვთ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა.